საქართველოს პრეზიდენტმა ხელნაწერთა ინსტიტუტს მინიატურული ბიბლია გადასცა. უძველესი ბიბლია მიხეილ სააკაშვილს ემიგრაციაში მყოფმა ბაგრატოვანთა შთამომავალმა ერთ-ერთი ვიზიტის დროს უსახსოვრა. პრეზიდენტის თქმით, მე-11 საუკუნის ხელნაწერი მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოუჭული ყდით მნიშვნელოვანი ნიმუში იქნება ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის. 2004-ში პირველი ვიზიტი ძოს ამერიკაში ერთ-ერთ გვერდზე მიღებაზე ერთ-ერთზე გვერდზე ოთახში გამიყვანა ქართული სამეფო ოჯახის ამერიკაში ყოფმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ გარდაიცვალა და მითხრა, რომ ეს ბიბლიაო, რომელიც არის ბაგრატიონების საგვარეულო ბიბლიაო და ყოველთვის თან ახდაო ქართულ მეფეებსო, მინიატურად ეს ეკუთვნის, რომ საქართველოს სახელმწიფოს და წაიღო. მე ჩამოვიტანე იქ სეიფში ქონდა შენახული სანამ ეს სასახლე აშენდებოდა, ახლა ცეკა შენობაში ხვალ დავდავდით და მე როგორც კი ეს აშენდა, აქ არის მუდმივად გაოფერილი. ეს მე ვფიქრობ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი ღირებული, ძალიან ძვირფასი ალბათ მატერიალურად, მაგრამ არ მგონია რომ მატერიალურად იზოვებოდეს ეს მხოლოდ ეგზემპლარი ქართული კულტურის და რა თქმა უნდა ეს ეკუთვნის ქართულ სახელმწიფოს და ეკუთვნის ჩემი აზრით განსაკუთრებით იმ პირობებში რომ ძალიან ნებათაღელო არის ყველაფრის გარშემო, მე არ მინდა რომ ეს სადღაც ჩაიკარგოს ამ ყველაფერში, ამიტომ მინდა ყველაზე უფრო დაცულ ორგანიზაციას გადავცე, ეს არის ხელნაწერთა ინსტიტუტი. ყველა ჩვენ გარის ვალია ქართული მატერიალური და კულტურის ძეგლები და სულიერი დაუბრუნოთ ჩვენ ქვეყანას, რაც გააკეთა ექვთიმე თაყაიშვილმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა. თუ მე შეუძლია აი ამის მობრუნება, თუნდაც ერთი ასეთის და ექვთიმემ ბევრად მეტი ჩამოივალა საქართველოს, რა თქმა უნდა. ესეც მიმაჩნია ერთ-ერთი რაღაც დადებით ერთ-ერთ მიღწევად ყოველდღიურს. აი ეს არის ბატონობა, აქ ეკუთვნის ხელნაწერთა ინსტიტუტს. ჩვენი კოლექცია ივსებოდა ძირითადად შემოწირულობებით სულ 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ეს შემოწირულობა და ეს დღევანდელი პრეცედენტი მოწმობს, რომ ეს გრძელდება ეს პროცესი ქართული სიძველეების, ხელნაწერების თავმოყრისა და ერთად დაბინავებისა. დიდი მადლობა ბატონო.